23 ნოემბერია შევარდნაძემ ჩაიდალია. მე მეორე დღეს თქვა რომ სადმიდი ხარ და სახლში მიშამ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. მიშა იგებს ქვეყნის პრეზიდენტი ხდება და ინაუგურაციას იწყებს ბათუმიდან. ძალიან დიდი რაოდენობა ხალხისა გამოვედით ქუჩაში. მირილი შეძახილები და გაუმარჯოს ცვლილებას და გაუმარჯოს ახალმთავრობას წამოვიდა მიშა და მე ასლანმა დაგვრცხო. დაგვრცხოთ რას ნიშნავს? ცემა. აი მოგვიგზავნა ტიტუშკები. მოდიოდნენ და პოლიტიკოსებს ცემდნენ? კი. 2 მაისი. მნიშვნელოვანი თარიღი ძალიან. ხიდის აფეთქების დღეა თუ არ ვსკები. ჩოლოქის ხიდი კი არა აფეთქა, ჩოლოქზე 4 ხიდი იყო. 4-ვე ხიდი ერთდროულად აფეთქა ასლანმა. მიშა აყალიბებს დროებით საბჭოს, მე მეუბნება რომ შენ უნდა წახვიდე ხელვაჩაურის რაიონის გამგებლად. ვიმუშავეთ 18 დღე, იაგო, მეტი არა. და 18 დღეში გავაკეთე ოფიციალურ განცხადება, გადავდექი თანამდებობიდან და წავედი ოპოზიციაში. მიშას ოპოზიციაში? მიშას ოპოზიციაში. რატო ვებრძოდით? არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში კი არ მოგვიყვანა. ბიძინა ივანიშვილი შეცდომით ჩვენ მივიყვანეთ ხელისუფლებაში. პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი ჩვენ დავსვით და ეს იყო კატასტროფული ხასიათის შეცდომა. თავხედი იყო. პირდაპირ კეთებით. საქართველოს მთავრობას უყურებდა ისე როგორც მის ბიზნესს, როგორც მის ცეხს. თქვენი მთიანი ფრაზა იყო რომ თუ კი ართხა სირცხვილია უკვე, ხო, სირცხვილია. შემოხაზავთ ხელი მოგხმევათ. დღეს იგივე 2011 წელი იყოს ამ ინფორმაციით, როგორ დააკორექტირებდით, ან დააკორექტირებდით თუ არა თქვენ სამნათო? მიშაზე იგივეს ვიტყოდი, მარჯვენა და მარცხენა ხელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბიზნესზე ეს ინფორმაცია მქონოდა, ბიზნესთან არ მივიდოდი, გამორიცხულია.